მოგესალმებით, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ლადარია და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, ჩემი კითხვა უბრალოდ მთავარი ამ გადაცემის არის ასეთი. რას ნიშნავს რელიგიური გრძნობები? რითი განსხვავდება ის სხვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ფასეული გრძნობებისაგან და რატომ იწვევს ხშირად? კითხვა ბევრი მაქვს, მაგრამ მოდი რაღაცნაირად გავანაწილებ გადაცემის მიმდინარეობისას. თავიდან დავიწყოთ, რითი განსხვავება, რა არის ეს? რა არის? ჯერ ერთი უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის რაღაც ძალიან ძველი და პირველადი რელიგიური გრძნობები. უფრო მეტიც, საერთოდ რელიგიიდან არ მომდინარეობს ეს, არამედ რომანტიზმიდან. მე-18 საუკუნემდე რელიგიურ გრძნობებზე ლაპარაკი პრინციპში არ შეიძლება, იმიტომ რომ რანაირად არ შეიძლება, თუ მე მაგალითად ავიღებ ხელში წიგნს, რომელიც ეხება შუა საუკუნეებს და იქ აღმოვაჩენ, რომ მაისტერ ეკჰარტს ან ბასილი კესარიელს ჰქონდა რელიგიური გრძნობები ამ სიტყვას, მე ამ წიგნს გადავდებ გვერდზე. რელიგიური გრძნობები ეს არის მედია პროდუქტი. დღევანდელობის მედია პროდუქტია, თუმცა მე-18 საუკუნე ვახსენე, იმიტომ რომ საფუძველი მას აქვს რომანტიზმში, კერძოდ ჟან-ჟაკ რუსოსთან. მაგალითად რომ გაცხადდეს ეს, კამათი არის ვინმე სენ ლამბერსა და ჟან-ჟაკ რუსოს შორის. სენ ლამბერი ამბობს, რომ მე ეჭვი მეპარება ღმერთის არსებობაშიო. და ჟან-ჟაკ რუსო პასუხობს, როგორ გეკადრებათ, მე ღმერთის მიმართ ვლოცულობო. ახლა წარმოვიდგინოთ ჩვენ ნებისმიერი ქრისტიანი მოღვაწე, უკვე ნახსენები ბასილი კესარიელი ან თომა აკვინელი. და ვათქმევინოთ ამ ადამიანებს, რომ ღმერთი არსებობს იმიტომ, რომ მე მის მიმართ ვლოცულობ. ეს არის სრულიად წარმოუდგენელი. პირიქით ისინი ლოცულობენ, იმიტომ რომ ღმერთი არსებობს. რას ნიშნავს ეს? მთელი ისტორიის განმავლობაში მთავარი იყო არა რელიგიური გრძნობები, რაც საერთოდ არ არსებობდა როგორც ცნება, არამედ ჭეშმარიტება. დღეს უკვე წყალგამყოფი გადის არა მათ შორის, ვინც ჭეშმარიტებას მხარს უჭერს, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტების მხარეზეა და ისინი, ვინც ჭეშმარიტებას უღალატეს, არა, მათ შორის კი არ არის. არამედ არის წყალგამყოფი რელიგიურ ინდიფერენტიზმსა და რელიგიურ ფუნდამენტალიზმს შორის. ეს ნიშნავს, რომ არსებობს რწმენის კრიზისი ორივე მხარეს. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მე მაქვს რელიგიური გრძნობები და ეს რელიგიური გრძნობები შეურაცხყვეს, ეს გამოდის, რომ ამ ადამიანს არ აქვს უნარი გაარჩიოს ერთმანეთისაგან ცოდვა და ცოდვილი. სულ მცირე, მაგალითად. მაშინ, როდესაც მთელი ქრისტიანობა, მე ახლა ქრისტიანობაზე ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ისლამზე მოლაპარაკე ადამიანები ბევრია საქართველოში და არ უნდა შევრწყო მათ წინაშე. თუმცა ალბათ რაღაცნაირად პრობლემა საერთო შეიძლება იყოს იმ მხრივ, რომ არა, სწორედ ეს არის. სწორედ ეს არის მომენტი, რომ აქ ხვდებიან ერთმანეთს, ესე იგი შინაარსი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ დამოკიდებულება. ლუვენის უნივერსიტეტის რექტორი გამახსენდა ახლა ერთხელ ჩიოდა, რომ ჟურნალისტებიო არ ეკითხებიან ადამიანებს შემთხვევის ადგილზე, მაგალითად, რაღაც კატასტროფა მოხდა და შემთხვევის ადგილზე არ ეკითხებიან what do you think about it, რას ფიქრობთ ამის შესახებ. ისინი ეკითხებიან what do you feel about it, რას გრძნობთ თქვენ, რატომ? იმიტომ რომ მედია სამყაროში მთავარი ნიშნულობას ანიჭებს მოვლენას ემოციები, რომელსაც ეს მოვლენა იწვევს და არა მისი რეალური შინაარსი. ადამიანს არ მოეთხოვება, რომ მან სწორი დასკვნა გამოიტანოს. ადამიანს მოეთხოვება, რომ მან იგრძნოს ეს და გარკვეული სწორი ემოცია
ჰქონდეს არ მოეთხოვება უფრო მეტი იაზროვნოს, მოეთხოვება უფრო მეტი იგრძნოს და ჩაერთოს, ასე ვთქვათ ამაში. ახლა მთავარი არის, რომ რამდენად ჩართული ხარ შენ რელიგიაში. რეალურად ხომ რატომ არის აი შეურაცხყოფა რელიგიური გრძნობების? მაგალითად, რომის პაპმა ფრანცისკემ, რომლითაც ახლა მთელი პროგრესული კაცობრიობა არის აღფრთოვანებული, თქვა ასეთი რამ. ვინც დედას შემაგინებს, იმას წიხლს ჩავაზელო. დაახლოებით ასეთი რაღაც თითქოს ხუმრობის სახით. შემდეგ მას კითხეს, აქვს თუ არა ამის უფლება კათოლიკური ეკლესიით დათრგუნვილ სიცილიელ ქალს მაგალითად, რომელსაც ქმარი აგინებს დედას. აი იგივე უფლება აქვს თუ არა, მოიქცეს ისე როგორც მას პაპი, ასე ვთქვათ, ურჩევს. პაპი მიხვდა, რომ რაღაც ვერ თქვა კარგად და ასეთი რამ თქვა. არ არის საჭირო ესო ცემატყებაო. საკმარისია, ვინც დედას შეგაგინებთ, იმას მანქანა გაუჩხაბნოთ. ანუ გამოვიდა ისე, როგორც ჰეროინს ცვლიან მეტადონით, მან ასე ვთქვათ, ძალადობა შეცვალა ვანდალიზმი ნაკლებია. ხო, აი რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ის, რასაც კარნახობს მედია, ქცევის წესი, დამოკიდებულება რეალობასთან, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი კი არა და ძლიერია იმაზე, რასაც კარნახობს დღეს რელიგია. დღეს რელიგია იყენებს მედიას, დაწყებული ჩვეულებრივი ლეგიტიმური საშუალებებიდან დამთავრებული, ვთქვათ, იმ ვიდეოებით, რომლებსაც ტერორისტები ავრცელებენ. არა, ეს არის მედია. ამის ნახვა შეუძლია ყველას მთელ პლანეტაზე ნებისმიერ ადამიანს, ვინცაც აქვს კომპიუტერი, არა? ეს უკვე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე რელიგიის შინაარსი. არანაირად არ აქვს მნიშვნელობა, რას გადაგებს ქრისტიანობა, სიყვარულს თუ ძალადობას, ან ყურანში წერია თუ არა რაღაც. თვით ტალიბის ქცევა, მისი გადაწყვეტილება ბევრად უფრო განპირობებულია სწორედ კომუნიკაციების საშუალებებით, რომელსაც ის ფლობს და რომელსაც ის იყენებს, ვიდრე იმით თუ რა მოძღვრება აქვს მას საფუძვლად მის ცხოვრებაში, რითიც ხელმძღვანელობს. ახლა გარდა ამისა, ამ რელიგიურ გრძნობებს აქვს კიდევ ორი ასპექტი. ერთი არის პირადი ასპექტი, მაგალითად, რა, როგორ განვიცდი ამას მე. მაგრამ ისტორიის განმავლობაში ამას არასოდეს არ ქონია მნიშვნელობა. აი წარმოვიდგინოთ ჩვენ ეს შინაგანი მოთხოვნილებაო ამბობენ, თქვათ, ეს რაღაცნაირი ეს გრძნობა, რომელიც აქვს. აი რუსეთში იყო ასეთი სკოპცევის სექტა. ადამიანები იღებდნენ ხელში ნაჯახს და იჭრიდნენ გენიტალიებს. თქვათ, სწირავდნენ თავს ღმერთს, არა? აი წარმოვიდგინოთ მისი ემოცია და მისი რელიგიური გრძნობა, რომელიც ამას აკეთებინებს ადამიანს, არა? არა და რეალურად ეს არის ერეტიკოსი. ანუ ჭეშმარიტებასთან ამას არ აქვს საერთო ორთოდოქსული თვალსაზრისით, ხო? ამიტომ ეს შენი შინაგანი მოთხოვნილება, რომელიც თითქოს და გააქვს, არა, ეს რელიგიური გრძნობები, რეალურად გიხსნის იმის საფუძველს, რომ შენ გახდე მსაჯული და გადაწყვიტო, ვინ იცოცხლოს, ვინ მოკვდეს, ვინ იყოს შენთან ახლოს და ვინ შენგან შორს. ამ შემთხვევაში ამგვარი დამოკიდებულება არის უფრო ეგოცენტრიზმი, ვიდრე, ვთქვათ, ერთგულება სარწმუნოების მხრიდან. შეიძლება მაგალითად ადამიანს ეგონოს, რომ მიცვალებულის სასტუმალთან დადებული ფორთოხალი. უბრალოდ უყვარდა ცხონებულს, არა? რას არ აკეთებენ ხო საქართველოში? ხო, იყოს წარმართული რიტუალი. და ეს იყოს მისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ის ასე ვთქვათ, განრისხდეს ამის გამო. მას შემდეგ დაბრუნდეს შინ
და საყვარელ ავადმყოფს მისგან, ასე ვთქვათ, უჩუმრად ჩაუსხას წვნიანში იორდანეს წყალი. ამ შემთხვევაში ერთი მხრივ ის თითქოს ჭეშმარიტ სარწმუნოებას იცავს, მეორე მხრივ კი ამ კონვენციურ სიწმინდეს იყენებს ჯადოქრული მაგიური მიზნებისათვის, არა? აი, ადამიანის თავში დომხალია ძირითადად. გრძნობები არავის არ შველის და არაფრის გარანტია არ არის. გარანტია არის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტების ათვისება, რაც ძნელია, რაც მოითხოვს ინტელექტუალურ და ცხოვრებისეულ დაძაბულობას, რომელიც უნარი ბევრს არ აქვს. შესაბამისად, გრძნობები რელიგიური პირად ასპექტში არის ძალიან ადვილი საშუალება, რომ მოგეწონოს საკუთარი თავი. და ეს პრობლემა, მაინც როგორც შენ თქვი, მე-18 საუკუნიდან იწყება, ანუ ისტორიას რომ გადავხედოთ, არ იყო თქვათ შემთხვევები, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის ადამიანებს ჯიდნენ. ანუ ისეთი მსგავსი რაღაცები, რაც ანემუქრებოდნენ თუნდაც. ამას არ ხსნიდნენ როგორც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას. აი მაგალითად, თუ ჩვენ მივიღებთ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას როგორც ერთგვარ არ ვიცი ახლა დოგმას მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთგვარ ეთიკურ არქეტიპს, არა? მაშინ არ უნდა ვცეთ თაყვანი მოწამე ნიკოლოზ დვალს. ეს არის მე-13 საუკუნის ქართველი მოწამე, რომელიც მიდიოდა რეგულარულად მუსლიმებთან და აყენებდა მათ შეურაცხყოფას, ეუბნებოდა, რომ ისინი ეშმაკის მსახურები არიან და ბოლოს და ბოლოს ისინი მიხვდნენ, რომ ამას მოწამეობა სურს და აუსრულეს, ასე ვთქვათ, ეს სურვილი. იმ ქრისტიანებს, რომლებიც წერენ, რომ აბარა ეგონათ ამ ფრანგებს, ხო? აი, ხონდა უბრალოდ თვენში ჩაიხედონ და ნიკოლოზ დვალზე წაიკითხონ ეს, როგორ შეიძლება ამ ორის რამის შეთანხმება, ხო? ასეთი სხვათა შორის კულტურაში, თანამედროვე კულტურაში ის რაც მე ვთქვი, არის გამოხატული საკმაოდ ცხადად. ახლა მე ამ შემთხვევაში გამახსენდა, რომ შენ გესაუბრები და ალბათ გაგახსენდება ულრიხ ზაიდლის ფილმი 64 რწმენა. აი ეს მეორე ნაწილი ის ტრილოგიის, სადაც არის ურთიერთობა ქრისტიან ქალსა და მის ინვალიდ მუსლიმ ქმარს შორის. ჩვენ ვხედავთ, აქ არის ძალიან მწვავე კონფლიქტი, მაგრამ რეალურად ადამიანური კონფლიქტია და არა რელიგიური. ესაა მთავარი ამ შემთხვევაში. ჩვენ ვხედავთ, რომ აქ ხდება მაგალითად ჯვარცმის შეურაცხყოფა. რა ამას კედლიდან ჩამოიღებენ და ამსხვრევენ და თელავენ ფეხით და ასე შემდეგ. მაგრამ ამავე დროს ეს ვგრძნობთ, რომ ეს არის მხოლოდ ხის ნაჭერი და მეტი არაფერი. რომ რეალურად რაც არის გმობა, შეურაცხყოფა და მკრეხელობა ამ შემთხვევაში არის იმ ქალის მხრიდან, რომელმაც ამ ორ შორის ღმერთი ჩააყენა სასიყვარულო სამკუთხედის წევრად. აი, როდესაც ადამიანები რელიგიურ გრძნობებს აყენებენ წინა პლანზე, და არა მარტო ადამიანები, არამედ მთელი თემები და საზოგადოებები, როგორც ახლა ჩვენ ვხედავთ ამ ექსტრემისტული ისლამიზმის სახით, არა, ყოველთვის არის რისკი, რომ ისინი ღალატობენ იმ იდეას, რომელსაც შეგნებულად მხარს უჭერენ. ანუ საკუთარი თავის წინააღმდეგობაში გადადის ეს ყოველთვის. და ის რომ გაუცხოება და დაშორება ხდება პირველ წყაროსთან, იმ შინაარსთან, რაც არის ყურანშიც, ბიბლიაშიც, და საუკუნეების მანძილზე ალბათ უფრო და უფრო უცხოვდება ალბათ ადამიანი ამისგან. შენ ერთ-ერთ საკითხზე მედიის როლზე ისაუბრე ამ შემთხვევაში, მაგრამ მედია მაინც ეს არის მე-20 საუკუნის პროდუქტი არის უფრო მეტად. კიდევ თქვათ, აი რა უწყობს ხელს ის, რომ ადამიანი ქრისტიანობაში, თუნდაც ქრისტიანობის იდეას უფრო და უფრო შორდება და მას აბსოლუტურად გარდაქმნის და სხვანაირად ხედავს, თავისებურად ხედავს. თავისებურად ხედავს.
ბოლოს და ბოლოს ადამიანი არის იდეის გამტარებელი, ხო? და ის რომ იდეები იცვლება დროთა განმავლობაში, ეს არის სრულიად ბუნებრივი. სხვანაირად არც შეიძლება ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თვითონ ეკლესიაც რაზე არის დამყარებული. იმაზე რომ მუდმივად უნდა იქადაგოს. თუ იდეა ერთხელ მიეცა და ჩვენ როგორც მიდან კალათიდან ვაშლი ამოვიღეთ ის ან კვერცხი, ხომ? მაშინ რა საჭიროა ეს, არა, მაგრამ სინამდვილეში იდეა სხვა რამეა. ეს არის მკითხველსა და ტექსტს შორის, მსმენელსა და მთქმელს შორის ურთიერთობაში გამოწვეული, გაკვესილი ნაპერწკალი. აი ეს არის იდეა და ამნაირად ცოცხლობს ეს იდეა და ამ შემთხვევაში იმარჯვებს ის კულტურა, რომლისთვისაც ბუნებრივია, რომ მუდამ დააყენოს კრიზისის ქვეშ თავისი იდეური საფუძვლები. მუდამ გადაამოწმოს ისინი. აი მაგალითად რელიგიურ გრძნობებზე ვლაპარაკობთ ახლა, ხო? თქვათ ასეთი წინადადება. ყველაზე წარმატებული მართლმადიდებლური ქვეყანა არის ბულგარეთი. ბევრი კრიტერიუმით, ობიექტური კრიტერიუმით ეს არის ფაქტი. ასევე ბევრი ადამიანი მოიძებნება, რომელიც ამ ფრაზას მიიჩნევს შეურაცხყოფად. კი, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ხო. შესაბამისად, ემოციური, ასე ვთქვათ, მიდგომა საკითხებთან ყოველთვის არ ამართლებს ერთადერთი რამ, როდესაც ფიქრობ, რომ ჭეშმარიტების ფლობა არის ძნელი. ეს ასეა. და ცდილობ ამ სიძნელის გადალახვას, იმით რომ მუდმივი შემოწმების რეჟიმში გაქვს შენი პირადი და შენი საერთოდ საზოგადო ასე ვთქვათ ღირებულებები. აი ეს არის მნიშვნელოვანი. რაღაცნაირად მინდა საქართველოს კონტექსტშიც ვისაუბროთ, ვინაიდან შესაძლებელია არაზუსტად იმ ფორმით, როგორც ეს სხვაგან ხდება ტერორისტულ აქტებთან ჯერჯერობით არ გვაქვს საქმე, როდესაც რელიგიურ შეურაცხყოფაზე ჩივიან ადამიანები, მაგრამ შეიძლება ძალიან შორსაც არა ვართ ამისგან, რა არის მთავარი იარაღი ამის საპირწონეთ? იარაღი ბუნებრივია მშვიდობიანი და არა ძალადობრივი. გასაგებია რა. ცოდნა რა თქმა უნდა, მაგრამ ცოდნას ვერ დააძალებ ყველა, თქვათ, რელიგიურ ფანატიკოსს, ხო? იცი, სინამდვილეში მე ვერ ვიქნები ამ შემთხვევაში ოპტიმისტური. ერთადერთი იარაღი, რომელიც ისტორიის განმავლობაში ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა, არის შეგნება იმისა, ეს შეგნება უცებ წარმოიშობა, იცით, ეს სპონტანურად, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. აი მაშინ იწყება, ასე ვთქვათ, ამის დაძლევის ნება. აქედან იწყება ამ შეგნებიდან. და ამისათვის კი ვითარება საკმაოდ უნდა გაფუჭდეს ჯერ. ყოველთვის ასე იყო. რელიგიური შემწყნარებლობა წარმოიშვა რელიგიური ომებისაგან მიყენებული ზარალიდან. ასე იყო ისტორიულად. შეგვიძლია გქონდეს იმედი, რომ ასე არ მოხდება მომავალში. მაგრამ იმ ადამიანებმაც, რომლებიც ასე სწორხაზოვნად იცავენ მაგალითად მულტიკულტურალიზმის იდეებს, სხვა მრავალსაც, ამ ადამიანებმაც უნდა მოახდინონ გადაფასება ამ ისტორიული და პოლიტიკური კონტექსტის თანახმად ამ იდეების გადაფასება. ჩვენ ადამიანებზე ვერ დავამყარებთ იმედებს, იმიტომ რომ ადამიანი იმედებს არ ამართლებს საერთოდ ბუნებრივად. და ალბათ აქაც იქნება ძველთაგან ნათქვამი, რომ ბრიყვთა მასწავლებელი სიტყვა კი არა უბედურებაა.
არ არის დაგეთანხმები რომ თქვათ ოპტიმისტური პროგნოზი არ არის და კიდევ ერთი ისევ ამ მიმართულებით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სოფლიოშიც მიდის ესეთი ცხარე კამათი თუ კი მოსაზრებების გამოთქმა, როგორ უნდა მივხედოთ ამ პრობლემას, არიან თქვათ, არის მწერალი სალმან რუსჩი, რომელიც ამბობს, რომ ისევ დავწერ, ისევ ვიყვირებ და ისევ ვიტყვი, თქვენ მე ამით ვერ გამაჩერებთ, მაგრამ არსებობენ ისეთი ინტელექტუალები, რომელნიც ამბობენ, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ, მაგრამ რაღაც ფორმა არის მოსანახი, ისინი ბუნებრივია არ ეთანხმებიან აბსოლუტურ ისი ჩემზე უკეთესად. შენთვის რომელი პოზიცია არის ამ შემთხვევაში უფრო ახლობელი და იცი ალბათ შემთხვევას გააჩნია. მე მესმის ორივე მხარისა. რაღაცნაირად უფრო სიმპათიურად ჩემთვის გამოიყურება ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ მაინც ვიტყვით. მე მაინც ემილ ზოლას ჟაკუზ მე ბრალს ვდებ რა, ამას ვემხრობი ბუნებრივად. თუმცა ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ლიმიტი, პირადი ზღვარი, რომელსაც რაღაცის გამო ვერ გადავალთ. მე არ ვიცი, ასე ვთქვათ, რა მომენტში დამიდგება ეს ზღვარი. მე არ ვიცი, სად არის ჩემი პირადი, ასე ვთქვათ, სიმაგრის თავრდება ის. ამიტომ ვერ ვიტყვი, მაგრამ წინასწარ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ყველამ უნდა აკეთოს ის, რაშიც უფრო კარგად ხედავს საკუთარ თავს და დანარჩენს ღმერთი გადაწყვეტს. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. სამწუხაროდ შეგვიძლია ცოტა ვთქვათ რაღაცა თუ კიდევ არის ისეთ თქმაც გსურს დავამატოთ, მაგრამ ძირითადად დრო ამოიწურა. განაცემის ძალიან საინტერესო საუბარი იყო. ვფიქრობ, რომ ეს საუბარი ძალიან ბევრს დააფიქრებს, ძალიან ბევრს მისცემს განსხვავებულ ცოდნას ამ საკითხთან დაკავშირებით. და თავმშვიდობები, თუ კი რაღაცა არ არის ისეთი, რასაც შენ თვითონ დაამატებდი. რა, ამაზე კარგი რა უნდა ვთქვა ბოლოში, რომ ღმერთი მე მგონი ყველაზე იდეალური დასასრული იყო. ძალიან დიდი მადლობა, ნახვამდის.